ტასმანიური დემონი. დაცებლების უმრავლესობა დასასახლებლად მსხვერპლით სავსე ტერიტორიას ირჩევს, თუმცა აქ მათთვის თითქმის არაფერია. თითოეულს ყოველ ღამით დიდი გზის გავლა უწევს. ნებისმიერ საკვებზე, ცოცხალსა თუ მკვდარზე თანახმანი არიან. სანაპირო ძიებისთვის შესანიშნავი ადგილია. აქ შესაძლოა პატარა ცხოველებს წააწყდნენ, ან ნადავლს, რომელიც აქამდე დინებამ მოიყვანა. ვალაბის სხეული წყალმა ნაპირზე გამორიყა. ტასმანიურ დემონს შეუძლია ერთ ჭამაზე საკუთარი წონის 40% მიირთვას. მათ განსაკუთრებით ძლიერი ყბები აქვთ. ყველაფერს ხრავენ, ძვლებსაც კი. ბუნაგში სხვა მშიერი ცხოველებიც იცდიან. მას 6 თვის ნაშიერები ჰყავს. ჯერ კიდევ დედის რძით იკვებებიან. თუმცა მადას არ უჩივიან. მათაც უნდა იპოვონ რაღაც, რითაც პირს ჩაიდგბარუნებენ, სანამ რძეს ელოდებიან. ეს საჭმელია? ოპოსუმს გემრიელი სურნელი აქვს. მაგრამ ზედმეტად მაღლა. ეს უფრო საიმედო სამიზნეა. როგორც იქნა, გიგანტური ჯოხი იპოვა. პირველი მცდელობისთვის არც ისე ცუდია. დედა თავის პატარებს კიდევ 3 თვის განმავლობაში დაიცავს და გამოკვებავს. მათი გადარჩენა დედისთვისაც მნიშვნელოვანია და ჩვენთვისაც. რადგან ეს დემონების ერთ-ერთი უკანასკნელი ოჯახია მსოფლიოში. ტასმანიური დემონები გადაშენების პირას დგანან და სულ რამდენიმე ადგილას გვხვდებიან, მათ შორის ტასმანიის ამ პატარა კუნძულაკის ნაპირზე. თუმცა ოდესღაც ისინი მთელ ავსტრალიაში ბინადრობდნენ. ამის მტკიცებულება შეგვიძლია დემონის ბუნაგიდან 2500 მილში ავსტრალიის ჩრდილოეთ სანაპიროზე ვიპოვოთ. კლდეების ეს ერთობლიობა მთლიანად მოფენილია პრეისტორიული ნახატებით. აქ ველური ბუნების ამსახველი მილიონზე მეტი სურათი გვხვდება. მათ შორისაა ტასმანიური დემონიც. ნახატი ქვაზე 60,000 მილიონი წლის წინ ამოკაწრეს კონტინენტზე ჩამოსულმა ერთ-ერთმა პირველმა ადამიანებმა. შემდეგ კი 200 წლის წინ ევროპელები იარაღებით, ძაღლებით, მელიებითა და კატებით ჩამოვიდნენ. მათ ავსტრალიის უნიკალური ველური ბუნება თითქმის
ეს კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი მტაცებელი იყო, ჩანთოსანი მგელი, იგივე თილაცინი. უკანასკნელი მათგანი 1936 წელს ზოოპარკში სიკვდილამდე დააფიქსირეს. სწორედ ასე გადაშენდა სახეობა სამუდამოდ. ახლა ეს ქვები მათ მემორიალურ ძეგლს წარმოადგენს. შესაძლოა ტასმანიურ დემონსაც იგივე ბედი ეწიოს. ავსტრალიაში ძუძუმწოვრები სხვა კონტინენტებთან შედარებით ბევრად სწრაფად ქრებიან.